დღევანდელი გადაცემის სტუმარია თათიანი ნიკოლაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი. მოგესალმებით ქალბატონო თათია და მადლობა გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენი სასაუბრო თემა ბოლო პერიოდია არის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, მაგრამ მე დღეს საუბარი მინდა დავიწყო ბოლო ფაქტით, რომელიც მოხდა ქალბატონის სალომე მიუნხენიდან დაბრუნდა საერთაშორისო კონფერენციიდან, დახვდნენ ტიტუშკები, მასზე თავდასხმა მოხდა, ანუ ტიტუშკებმა კვერცხების სროლა და ასე შემდეგ. როგორც გუშინ თქვათ გახარიასთან დაკავშირებით ინციდენტი, ასევე განმეორდა დღესაც აეროპორტში. რა შეფასებას მისცემთ პოლიტიკურ შეფასებას, რა თქმა უნდა თქვენ და რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით? მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მძიმე მდგომარეობაში რო არის ჩვენი ქვეყანა და მძიმედ გამოიყურება ეს ყველაფერი როგორც შიგნიდან ისე გარედან საერთაშორისო მხრიდან ეს ფაქტია ცალსახად ისედაც, მაგრამ ანუ ისე რომ ადამიანურად და ანუ იმ ხალხის თვალით რომ მიუდგეთ ამ ყველაფერს, ჯერ ერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი. მე მეორე მათი არჩეული პრეზიდენტი არის, მაგრამ ამ ხალხს არც მორალი გააჩნია, არც რაიმე შეგნება, არც სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე ხო საერთოდ საუბარი ზედმეტია. თავიანთ არჩეულ პრეზიდენტს რო ეტყვიან გააღმერთებენ და 48-ს დაიძახებენ, ეტყვიან კვერცხებს დაუშენენ, ასევე თავიანთი ანუ მინისტრი იყო გახარია, რომელსაც რა ვიცი, რკინის მინისტრს ეძახდნენ და აღმერთებდნენ და მაგრამ როცა ანუ ბრძანების მიხედვით მოქმედებენ არანაირ კრიტერიუმი კი არა, ანუ საკუთარი რწმენა არ გააჩნიათ არაფრის და აი იმათ ადგილზე როგორ უყურებენ საკუთარ თავს, რომ ვიღაცამ დაავალა ეხლა და კვერცხები დაუშინეს. ანუ მიზეზიც არ იციან ოღონდ წესიერად რისთვის აკეთებინებენ ამას. რა ვიცი, ხო უნდა იცხოვრონ მე ამ ქვეყანაში, როგორ არ უნდა შერცხვეთ თავიანთ შვილებს რა უნდა უთხრა, რომ აი პრეზიდენტს და ჩვენს არჩეულ მინისტრს კვერცხები დაუშინეთ. ასე მინდა თქვენი შეფასება შემზარავ ფაქტთან დაკავშირებით, რომელმაც ორი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა, ანუ რამდენად ერთია მშობლის პასუხისმგებლობა და მათი უყურადღებოდა და მეორე სახელმწიფოს ქმედება ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რამდენად უსაფრთხოა გარემო, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, თქვენი შეფასება, თქვენი შეხედულება ამასთან დაკავშირებით. ნამდვილად უმძიმესი ტრაგედია იყო და უსამძირებთ მთელს ქვეყანას და რა თქმა უნდა გარდაცვლილის ოჯახს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, პირველი ფაქტი ძალიან გახშირებულია საქართველოში ასეთი ფაქტები და შემთხვევები და ამასთან დაკავშირებით. მანიპულირებენ ხოლმე შემდეგ, რომ რაღაც პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს ამ ყველაფერს. ყველაფერი პოლიტიკა, ყველაფერი პირდაპირ კავშირში არის და პირდაპირ მათი პასუხისმგებლობა არის, იმ კორუფციის პასუხისმგებლობა არის, იმ კორუფციიდან გამომდინარე, ფულებს რო ჭამენ და არ აკეთებენ ისე ყველაფერს, როგორც უნდა გააკეთო. მე რამდენი შემთხვევა ალბათ ეთერი არ გვეყოფა იმ შემთხვევების ჩამოსაცვლელად, რა ტრაგედიაც და რამდენი ბავშვის სიცოცხლეც არის მათ კისერზე პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ პირდაპირ მათი მოვალეობა არის, რომ უსაფრთხო გარემო უზრუნველყო. ჯერ ერთი რომ ბავშვები შიმშილებენ ამ ქვეყანაში და კატასტროფული სტატისტიკა არის და ჯართი საძებნაროდ ბავშვი მიდის და ის კიდე სახელმწიფოს უპასუხისმგებლობის გამო შიმშილისგან ვერ იცავ, მაგრამ რაღაცას თავისით რო წვალობს ოჯახები და ასეთი ტრაგედია ხდება და ამაზე ყველაზე კიდე ხაზგასასმელი ამ ბავშვში არის ის, რომ ადრე რაღაცნაირად თითქოს ვიღაცას თვალის მოსაჩვენებლად დაასჯიდნენ რაღაცა ქვედარგოლში ჩავიდოდნენ და ვიღაცას დაასჯიდნენ. ეხლა ამასაც აღარ აკეთებენ, ანუ უტუხად ესე გამოდიან ამაყი სახეებით და ამბობენ, რომ ანუ ოჯახებს ადანაშაულებენ, რომ აი თითქოს ბავშვი არ უნდა ყოფილიყო იქ, შადრევანთა ბავშვი არ უნდა ყოფილიყო, თუმე ეზოდან ბავშვი არ უნდა, ანუ ფაქტობრივად გვაქვს ისეთი ქვეყანა, სადაც ბავშვი რომ გარეთ უშვებ, რა დონეზეც მძიმედ არ უნდა ჟღერდეს. არ აქვს მნიშვნელობა სკოლაში უშვებ, ბაღში მიყავ შენ და ანუ იცი, ანუ გადასასვლელზე გადადის თუ ნებისმიერ ანუ სკოლის გვერდზე გავა, უსაფრთხო არ არის ბავშვი ჯანმრთელი და სახსალამათი კი არა, ცოცხალი დაგიბრუნება თუ არა და ეს არის სრულიად ამ კოლერი რეჟიმის და კორუმპირებული ხალხის დამსახურება. თქვენ როგორ ფიქრობთ, გამოძიება დაიწყება და მივა შედეგამდე, ვთქვათ, არაერთი ფაქტი, რომელიც მსგავსი შემთხვევა მომხდარა. იგი ანუ ამ კითხვას იმიტომ გისვამთ, რომ ვთქვათ, პარლამენტში შექმნილია დროებითი საგამოძიებო კომისია,
რომელიც შეისწავლის წასული მთავრობის საქმიანობას 2003-დან 2012 წლამდე. თქვენ როგორც იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელიც მაშინ იმ ხელისუფლებაში იყო, რამდენად იცით და ინფორმაცია გაქვთ, აიღებს ამაზე პასუხისმგებლობას და დაესწრება ამ საგამოძიებო კომისიების ხდომებს და მიიღებს მასში მონაწილეობას. ჯერ დავიწყოთ და იქიდან, რომ რა რეჟიმი ასამართლებს ნაციონალურ მოძრაობას, ანუ ხალხი, რომელიც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებს, ხალხი, რომელიც რა ვიცი, ანუ ერთი აგენტი არ დაუკავებიათ, რუსი აგენტი 13 წლის მანძილზე, იმიტომ რომ თვითონ არიან რუსის აგენტები. ხალხი, რომლებიც ქრისტიანობაზე გვესაუბრებიან და თვითონ არიან ყველაზე დიდი არაქრისტიანები, თავპირს არ ეწავენ და სასიკვდილოდ იმეტებენ ახალგაზრდებს, ძვლებს სულ ეწავენ, პირდაპირ ეთერში ვხედავთ ამ კადრებს. მზია ამაღლობელი ციხეში გამოკეტეს ქალი დაატყვევეს და სასიკვდილოდ ყავთ გამატებული. ეს რეჟიმი ასამართლებს ეხა ნაციონალურ მოძრაობას. ასევე ეთერი არ გვეყოფა ამისთვის, ეხა რო ჩამოთვალ რა აქვს გაკეთებული ნაციონალურ მოძრაობას და ნებისმიერ კოდს რო კითხო, რა გააკეთა შენმა ხელისუფლება მოსვლიდან დღემდე ვერ დაგისახელებს ერთ რეფორმასაც ვერ დაგისახელებთ, გარდა იმისა, რომ მოუწყვიტეს ცივილიზებულ სამყაროს. კომისიის თავმჯდომარე წულუკიანია და ის აცხადებს, რომ კომისიაში არ მონაწილეობის შემთხვევაში ამ შემთხვევაში დაჟჯადია და შესაბამის ზომებს მიიღებს პარლამენტი ამასთან დაკავშირებით. ანუ თქვენი პარტია რას აცხადებს ამასთან დაკავშირებით, ჩვენი მაყურებლისთვისაც რო გახდეს ცნობილი. პირველი ერთ-ერთი კი არა და პირველი ვინც დაიბარეს, ეს არის ზურა ჭიაბერაშვილი. ყველაზე განათლებული ადამიანი, აი საერთაშორისოდ რამხელა გამოცდილება აქვს ვიცით ამ ადამიანს, მისი დამსახურები ზურა ჭიაბერაშვილი ყავს დაბარებული. ბატონო ზურამ დღეს დაწერა, რომ არაპირებს ის ამ სტალინურ სასამართლოზე მისვლას და დიდი გამბედაობა, იმიტომ რომ ვიცით რომ პირდაპირ, რა ვიცი, ციხით ემუქრებიან ამ ადამიანებს, თუმცა მე როგორც ვიცი და რამდენადაც მაქვს პირადი კომუნიკაციებით ვინც უკვე დაბარებული ყავთ, არაპირებს არავინ მისვლას. ეს არის, რა ვიცი, არალეგიტიმური ხელისუფლება და ყველა საერთაშორისოდაც და შიგნითაც ყველა მიცის, რომ ისინი არიან არაღიარებულები, არალეგიტიმურები. შესაბამისად ის კანონები, რომლებსაც იღებენ, სრულიად აბსურდული არის, რა ვიცი, ანუ ესენი არიან დასანქცირებული ადამიანები იჭერენ, დასანქცირებული ადამიანები ასამართლებენ. კანონი არიან თვითონ, ივანიშვილი არის კანონი. ხელისუფლებაში არიან და ისინი არიან, თქვათ, პასუხისმგებელი იმასთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში ხდება და ქვეყანაში უკვე თითქმის 3 თვეზე მეტია პოლიტიკური და ყველა თვალსაზრისით კრიზისია. თქვენ ამ ყველაფრის შეფასება, ანუ საპროტესტო ტალღა ჩვენს ქვეყანაში ამდენი თვეა. ანუ აი ეს პროცესი ვიცით, რომ ადამიანები საუბრობენ იმაზე, რომ გრძელვადიანია და ასე მარტივად არ დასრულდება, მაგრამ ფაქტობრივად თვეები გადის უკვე და მივდივართ იქამდე, რომ შეიძლება ქვეყანაში მივახლოვდეთ თვითმმართველობის არჩევნებს. თქვენ რამდენად გაქვთ მოლოდინები იმისა, რომ მივალთ თვითმმართველობის არჩევნებამდე ამ ხელისუფლების პირობებში, ანუ ქართულ ოცნებას გულისხმობ, თუ რაიმე შეიცვლება? რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია თვითმმართველობის არჩევნებში ხო მონაწილეობის მიღება, ჩვენი აზრი ესეთი არის. რაღაცნაირად ამ ადამიანს და პროცესიც მივა თქვენ ასე თვლით, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე ამ კრიზისში იქნება ქვეყანა და მივალთ აქამდე, თუ რა პროგნოზები გაქვთ თქვენს პარტიას და რა გეგმები? ისე ანუ რაღაცნაირად ამ ადამიანებს რო დააკვირდეთ, აი 13 წელი ხელისუფლებაში არიან და აი რო დააკვირდეთ, როგორი პატარა ადამიანები არიან, რო საუბრობენ, როგორი ბოროტებით, როგორი რაღაცა შიშნარევი რიტორიკით და რაღაცა პატარა ადამიანები ვით საუბრობენ, ვერ დაიჯერეს, რომ ხელისუფლებაში არიან ისეთი რაღაცნაირი რიტორიკა აქვთ მას და ზუსტად იციან როგორ მოვიდნენ, როგორ მართეს, ზუსტად იციან რომ არც ერთი არაფერს არ წარმოადგენს ივანიშვილის რიგითი ტიტუშკები არიან სათითაოდ ყველა პრემიერ-მინისტრი და დაწყებული ნებისმიერი საჯარო მოხალით დამთავრებული. მათ რო არავინ არაფერს არ ეკითხება, სახეზე აწერიათ როგორ ეშინიათ ამ ყველაფრის დასასრულის. მთავარი არის რომ ეს უწყვეტი პროტესტი გრძელდება, მთავარი არის რომ არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ არ მიიღო პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება. აი როგორი თვალში საცემი არის ის ყველაფერი, რასაც უყურებთ, რომ ანუ ეს პროცესები მივა იქამდე, რომ აი ვერ გადაადგილდებიან. რესტორანში მივლენ თუ რაღაცა იუმორინაზე დასწრება რომ მოინდომეს იქ ხალხმა. არც ერთი ჭკუატ ყოფილი იქ არ მივიდოდა. ეხა
იქაც ვერ მივიდნენ წესიერად. ეგ მომენტი დაუდგებათ, რომ ვერ გადაადგილდებიან უსაფრთხოდ, ვერ გადაადგილდებიან ეს ხალხი არ მისცემს ამის საშუალებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ თავად მივლენ გადაწყვეტილებამდე, რომ ჩანიშნონ ახალი არჩევნები. იმდენად რთული არის, არ უნდა მოვატყუოთ არც ადამიანები, არც თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ დიქტატურა დამყარდება ვიძახოთ, დამყარდა დიქტატურა, დამყარებულია დიქტატურა, რუსეთის დაქვემდებარებაშია ეს ხალხი, ვინც მართავს ახალ ქვეყანას და ძალიან მძიმე არის, როცა ამხელა ფულით ოლიგარქს, დიქტატორს ებრძვი. მაგრამ ხედავთ ამ ახალგაზრდების თავდადებას, ვერცეთი ვერ გატეხეს და ისე ამაყად არიან იქ დატყვევებული. ხედავთ ყველა პოლიტიკოსის გარკვეულწილად აქაც არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ ერთიანობა იყოს მათ შორის პოლიტიკოსების და ხანდახან ზუსტად მაგ ერთიანობაზე მინდა გკითხოთ. ალბათ კი ქვეყანაში კრიზისია, ქართული ოცნება მართავს სახელმწიფოს, რომელიც ვთქვათ ლეგიტიმაცია არ აქვს ადამიანების მხრიდან იმ უმაღლესი დონის და შესაბამისად, მაგრამ ასევე ხალხი მოითხოვს ოპოზიციის გაერთიანებასაც, რომელსაც ჯერჯერობით ვერ ხედავს და თქვენს პარტიას რაიმე გეგმა თუ აქვს ამასთან დაკავშირებით, ან თუ სხდებით, საუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ გაერთიანება და ვთქვათ კონსოლიდაცია საჭირო. ჩვენი პარტია ამ მხრივ ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზე იყო, არჩევნებამდეც ერთადერთი პარტია იყო, რომელიც ყველაფერზე იყო თანახმა, ოღონდ კი ერთიანობა ყოფილიყო. ახლაც რაღაცნაირად ერთ-ერთებში ხანდახან რომ დაждდებიან ხოლმე, დასხდებიან სხვა პოლიტიკოსები, რაღაცნაირად მაინც გადაჰკრავენ ხოლმე ამ ძველ შედარებას ძველ რეჟიმთან. ანუ ძალიან დამღუპველი არის ეს. პირდაპირ ივანიშვილის პროპაგანდის გაგრძელება არის ეს და ჩვენ ანუ არც ერთს არასდროს არაფერს არ ვახსენებთ. იმიტომ რომ ვიცით რომ ერთიანობა არის ერთადერთი გამოსავალი. ახლა განავინმეს დაავიწყდა დათხრილი თვალები, განავინმეს დაავიწყდა რომ ბანკები ატყავებდა ხალხს, განავინმეს დაავიწყდა რომ აი ახლა ამჟამად დასაგცერებულთა სავარაუდო და სასაგცერებელთა სიაში არის ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის დამფინანსებელი. არავის არ დავიწყებია, მაგრამ ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ თავარი არის ერთიანობა და ამ ხალხს უნდა დავამართოთ, რომ ჩვენ როდესაც კოალიციური მთავრობა ვიქნებით, ერთმანეთს კი არ დავჭამთ, ვიმსჯელებთ და ანუ მერე იმსჯელეთ იმაზე, ვინ რა უნდა იყოს. ეხა იყავით ლიდერები ყველა. თავარი არის, რომ ეხა ერთიანად ამ ხალხის გვერდზე დავდგეთ და ვიბრძოლოთ. ბრძოლა არის ერთ-ერთი პროგნოზი თქვენი როდის იქნება? მესმის კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ეს პროცესი გრძელვადიანია და ვთქვათ შეიძლება ერთ-ორ დღეში არ დასრულდეს, ამას თვეები სჭირდება, მაგრამ მაინც როგორია თქვენი პროგნოზი და როგორ დასრულდება, რაც თავარია? ეჭვი არ მეპარება, რომ ქართული ხალხის გამარჯვებით დასრულდება. ძალიან რთულია მართლა იმის თქმა, ეხა როდის დასრულდება, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ხალხი არ გატყდება, არ დაიღლება და მე პირადად რა ვიცი, დავდივარ აქციებზე, სადაც რამე შეიძლება, ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოს არ დაუთმობთ ჩვენ რუსეთს. დიდი მადლობა.